გიორგი წერეთელი რუხი მგელი მუვიშ რამ შვენიერად მოჩანს ჩვენი საწიოკემთან წამოიძახა ერთ ზაფხულის დილას სამსონ ჯიბიაშვილმა რომელიც გამოსულიყო თავის სახლის განიერ აივანზე პერანგის ამარა და იცქირებოდა ჩრდილო აღმოსავლეთისაკენ საიდანაც ამომავალი მზის სხივები ოქროსფერად ღელავდა ჩაბურულს მთის კალთებში და ჯერ კიდევ ჩაბნელებული ღრმა ჭალები სინათლეზე გამოჰყავდა. თავი პირველი სამსონ ჯიბიაშვილი იყო ერთი კარგად ჩასუქებული სოფლის მადვოკატინ, ანუ ჩვენებურად რომ ვსთქვათ, ვექილი, რომელსაც ყირიმის ომის დროს სასულიერო აკადემია გაეთავებინა და სახაზინო პალატაში მსტოლო ნაჩალნიკად შესულიყო. იქ რამდენსამე წელს ემსახურნა და ადრე მიმხვდარიყო კანცელარიის პოლიტიკას, რომლის გულისათვისაც მას ბეღლის თაგვი უწოდეს. ბეღლის თაგვს, როგორც მოგეხსენებათ, სახრავი თავის დღეში არ გამოელევა, მაგრამ სამსონს კი მეტად ჩქარა ელეოდა საკანცელარიო მასალა, ესე იგი კალმის დანები, კარანდაშები და საწერი ქაღალდები. ხშირად იტყოდა მისი უფროსი: ეს ურჯულო სამსონ რას ჩადის, რას უშვება ამდენ კალამ-კარანდაშებს და დანაქაღალდებს. ეგ ისეთ ხრას მიეჩვია, ვინძლო კანცელარიის ზანდუკები და განჯინებიც დახრასო. და სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, განივლო გულში სახაზინო პალატის უფროსმა და ამისთვის მეტი საშუალება ვეღარ მოახერხა რა, გადასწყვიტა სამსონის დაუყოვნებლივ მგან პატიჟებან. სამსონ ჯიბიაშვილი სრულებითაც არ შეწუხებულა ამითი, რადგან როგორც თაგვს ბასრი კბილები, ისე იმას ბასრი კალამი ჰქონდა ყურში გაჩრილი საფხაჭუნოდ. ორი თვეც არ გასულა, რომ ჩვენ სამსონ ჯიბიაშვილს ვხედავთ მაზრის უფროსის თანაშემწედ, მაგრამ ვერც აქ მოვლო დიდხანს. მისმა მსუნაგობამ და დაუდგრომელმა ხასიათმა მოთმინებიდან გამოიყვანა იმ დროის გაურავებული ზოგიერთი მებატონეთაგანი, რომელთაც ხელი შესდევს და კარგადაც გათქირეს გრძელქუსლებიან ჩექმებ ქვეშ. მჩიტი ფცქვნათ არ აღირსონ, იფიქრა გულში სამსონმა, მიანება სახელმწიფო სამსახურს და კანონებში კარგად გამოჩარხული ელოდა ახალ დროს, ახალი სამართლის შემოსვლას, რომ დაჩაგრულების ვექილად გამხდარიყო და კანცელარიის განჯინების მაგიერად ხალხის ჯიბე გამოეხარა. იგი მისდევდა ქართულ ანდაზას, მსმაჭამა დიდად შესარგი დებარასავარგულიაონ. აი, ამისთანა ხასიათს გაესუქებინა კიდეც ჩვენი სამსონ ჯიბიაშვილი. მისი მოკლე კისერი ურმის მორგვს გავდა, რომელზედაც ქართული გოგრის სიმსხო თავი დამხობოდა. მისი ბეჭებ წახრილი ტანი კოკანახევრიან გაბერილ ტიკს მოგაგონებდათ, რომელიც ორ მომსხო და მოკაკუჭებულ ფეხზე იყო შესკუპებული. ტიტველი კოტიტა ფეხის თითები დილას ფოსტლებში ჩაეყო სამსონსა. გრძელტარიანი ჩიბუხი ხელში დაეჭირა და როცა აივანზე მიდი-მოდიოდა, მის ფეხის გულებზე ფოსტლებს ტკაცატკუცი გახქონდა, თან ხვნეშოდა, თან ჩიბუხს აბოლებდა, თან იძახოდა. მოჰოჰო, რა სიცხე იყო წუხელი, რა ბუღი, რა სულთახუთვა, მთელი ღამე ლული არ მომკიდებია თვალებზე, სულ კიტრივით ვგორავდი. მაგრამ ვისაც მისი შუადღისძილი ენახა და მის ზმუილა ხვრინვისათვის ყური მოეკრა, იგი აღარ გაიკვირვებდა მის საჩივარსა. სადილს შემდეგ რომ გაგორდებოდა, დღე და ღამის გაყრამდი თვალებსაც აღარ გამოაჭყეტდა. მაგიერად მზე ვერასოდეს ვერ მოასწრებდა ამოსვლას. სამსონის სახლი ისეთ სერზე იყო გამოჭიმული, რომ არც დილის ნიავი დააკლებდა და არც შუადღის სიო ირიჟრაჟებდა თუ არა, სამსონი მაშინათვე აივანზე გავარდებოდა, გაღიაღებულ ბანჯგვლიან გულმკერდს გულის ნიავს მიაპყრობდა, იყო ასე ერთხან საგრილებელზე ხარღალსავით გაჩერებული. იგი შესცქეროდა საწიოკე მთასა, საიდანაც მოჰქროდა სულის ჩამდგმელი სიგრილე. ეს თვალ გაუწვდენელი მამული ბარიდან მოკიდებული კავკასიის მთის იღლიამდე იყო შეფენილი. ალაგ-ალაგ ისეთი ჩანჩქერები და ჩხრიალები გადმოჰქუხდნენ მთების ხეობებში, რომ მათი ხმისაგან ყურთასმენა აღარ იყო. ხევის წყლების ძლიერება მათგან წამოღებულ უზარმაზარ ხეებს ეტყობოდა
რომელნიც მთის მიხვალ მოხვეულებში ერთმანეთს გადაჭდობოდნენ, გახიდულიყვნენ და ზედხევის წყალი აკაფებული ღრიალით ეხეთქებოდა და მესრავდა უზარმაზარ ხეების ტოტებს ნაწილ-ნაწილად. ამ გაშმაგებულ ხევის წყალს ზოგგან მთელი გორის ფერდები ზვავად ჩამოექცია და ზოგჯერ ისეთი კლდის ნამზღვლევები აეგორებინა, რომ სიგანითა და სიმაღლით ორსართულიან ქვითკირის სახლებს მოაგონებდა კაცსა. თაგრეხილები დაბურული ტყეებით იყო მოცული და ქედიქეთს გადახლართოდა. ზოგან მთებს კალთები შეეკეცა, ჭალები გაეგანიერებინა და გაშლილ ვაკე გორებზე აქა-იქ მოჩანდა ფიცრული დარბაზები, ეზო გარე მოიანად და ყანა საბალახოიანად. შორს კავკასიის ქედი თეთრი არშით ზურგმოვარაყებული, რგოლად შემორტყმოდა ამ მთასა. აი ასეთი ქედი ქედს, გორი გორს, ხევი ხევს, ველი ველს მიდგმული მთიანი ადგილები შეადგენდა საერთო გაუყოფელ მამულს, რომელსაც საწიოკე მთა ერქვა. შიგადაშიგ მთაში მრავალი ოსიც იყო ხიზნად ჩამოსახლებული ამ მთაში. ესენი უფრო მიუდგომელ ადგილებს ირჩევდნენ სამოსახლოდ კლდის ნაპრალებში, რომ საწიოკე მთის მებატონეებს მათი ხშირად სტუმრობა გასჭირვებოდათ. ისინი აშენებდნენ საქონელს, გაემრავლებინათ თხის ჯოგები, ეს უწყალო მტერი ახალგამოღებული ტყის კვირტებისა, აკეთებდნენ ყველსა და ერბოს, აგროვებდნენ თაფლს, თუ კი სადმე წააწყდებოდნენ ფუღურო ხეში გარეულ ფუტკარსა. ნადირობდნენ კლდის ნაპრალებში არჩვებზე და ჯიხვებზე, მდინარეში იჭერდნენ კალმახსა და ორაგულს. ზაფხულობით მოაწყობდნენ მთის ნაკადულზე სახარატო და სათლელ ჩარხებსა, თლიდნენ ხის ჭურჭელსა, ჯამებს, გობებს, კოვზებს და ფიცრებს. საწიოკე მთა ეკუთვნოდა 100 კომლ მებატონეს, რომელთა შორის ირიცხებოდა სამსონ ჯიბიაშვილიც. ეს მებატონეები ყველანი სამსონის გარდა ესახნენ საწიოკე მთის შესავალში, დიდხევის პირად სერებზე და შიგ ჭალაში მიმოფანტულნი. ამ მთაში სხვა გზით ვერავინ შევიდოდა თუ არ მებატონეების სოფლითგან. თვითონ სამსონ ჯიბიაშვილი ესახლა სხვა სოფელში 10 ვერსის მანძილზე საწიოკე სოფლიდან. მას სხვა საქმე არ ჰქონდა, ყოველთვის სასამართლო კარზე იყო ატუზული და მოსამართლეც სასწორს იმისკენ ხრიდა. ამიტომაც მისი ხათრი ყველას ჰქონდა მებატონს, გლეხსა და ხიზანსაც. იმას არაერთხელ დაეწიოკებინა საწიოკე მთის საცხოვრებელი სამოსამართლო ბოქაოლის წყალობით. სამსონს ეგრე რიგად არ უყვარდა თვითონ მთაში სიარული, მაგრამ ან თუ მებატონეები ოსებს მიუხტებოდნენ, ან თუ სხვებს ვისმე დააწიოკებდნენ, არც ერთი ამისთან ამბავი მას არ გამოეპარებოდა. როგორც კი შეიტყობდა მთაში საჭმონ გაჩენილაო, ისიც მაშინვე ამხედრდებოდა თავის ლურჯაზე, რომ საუფლისწულო არ დახკარგოდა. აი ამიტომაც უყვარდა მას თავის სახლის აივანზე ჩდობა და საწიოკე მთისკენ ცქერა. მისი პატარა ციმციმა თვალები ძლივღა ბჟუტავდნენ სიმსუქნით დასიებულ ლოყებში, მაგრამ სამაგიეროდ მათი სახედველი შუქი შორს წვდებოდა. 10-15 ვერსზე ღობემძვრალად ჩიტიც ვერ აფრინდებოდა, რომ მის თვალებს არ შეენიშნა. მას არ გამოეპარებოდა საწიოკე სოფლიდან გამოსული ცხენოსანი. იმას ჰყავდა საწიოკე მთის მებატონეებში ერთი გულითადი მეგობარი, აზნაური ავთანდილ კვიმატაძე. იმის სისვაცხენს 1000 ცხენში გამოიცნობდა. თავი მეორე. ავთანდილ კვიმატაძე ერთი საწიოკე მთის მებატონეთაგანი იყო. ცხონებულ მამამის მეასედი მონაწილეობა ერგებოდა საწიოკე მთაში, მაგრამ რადგან მის სიკვდილს შემდეგ 4 ვაჟკაცი დარჩა, ამისთვის ავთანდილ კვიმატაძეს გაუყოფელ მთაში მე-400-დიღა თუ ექნებოდა. ძმები რომ გაიყარნენ, მას აქეთ 10 წელი მეტი იყო, მაგრამ ავთანდილ კვიმატაძე მაინც ჯერ კიდევ ვერ დასახლებულიყო, როგორც შეეფერებოდა ჩაქვირითებულ აზნაურის ოჯახს. მისი გამოწყებული იმერული ოდა, თუმცა წაბლის გულისაგან იყო აშენებული, მაგრამ სახლის დამთავრებას ჯერ კიდევ ბევრი აკლდა. ეს სამთვალიანი სახლი 9 მუხის ბოძზე იყო შესკუპებული. მხოლოდ ერთ თვალს ჰქონდა იატაკი და ჭერი, მაგრამ იატაკის ფიცრებს ისე დაეღოთ პირი, რომ თუ კაცი
გაფრთხილებული არ იყო ზედსიარულის დროს, შეიძლებოდა ფეხის ცერი ჩავარდნოდა ფარღალალაში. სხვა ოთახებს და აივანს ჯერ არც ჭერი და არც იატაკი არ ღირსებოდათ. ისინი უჭერ უიატაკო და კარებ აუბმელები გამოიცქირებოდნენ. აივანზე 2-3 ფიცარი იყო გადებული იატაკ დაგებულ ოთახამდის, რომ აქ შესვლა შეძლებულიყო. კიბის მაგიერად 2 ხე იყო აივნის დირეზე აყუდებული და ზედსაფეხურების მაგიერად მსხვილი ჯოხები იყო გარდიგარდმო დაკრული. სტუმარი თუ მოინდომებდა ამისთანა კიბით ოდაში შესვლას, ცოტა ჯამბაზობაშიაც გავარჯიშებული უნდა ყოფილიყო. თვით ოდის იმ ერთ თვალს, საცა ჭერი იატაკი დაგებული იყო, არც შუშები ჰქონდა ჩასმული, არც ბუხარი მიშენებული. მხოლოდ გრძელი ფიცრები იყო გაჭიმული ერთ კედლიდან მეორე კედლმადის და ერთ კუთხეში ზეწარ გადაფარებული ქვიშაგები ელაგა. ავთანდილს ჰქონდა კარგი ძელური საჯალაბო სახლი, შუაგულ კერაგაჩაღებული, საცა სახლობა ჰყავდა დაბინავებული. სტუმარი რომ მოვიდოდა, იატაკიან ოთახში შეიყვანდა და როცა სტუმარი თიკანსავით კვინტრიშით შეირბენდა ციცაბო კიბესა, ავთანდილი ბოდიშს მოხვებოდა. მუკაცრავად ჩემო ბატონო, რომ ჯერ ოდა კიდევ რიგიანად არ მაქვს მოწყობილი, მაგრამ ახალი მოსახლე გახლავარ, სულ 10 წელიწადია რაც დავესახლე, თუ ღმერთმა მომასწრო ამ სახლის მოთავება ვგონებ, კარგი შენობა უნდა დადგეს, თქვენ როგორ გგონიათ? და ცნობის მოყარეობით შეეკითხებოდა სტუმარს, რომელსაც თან გულის კანკალი მოსდიოდა ოჩაფეხა კიბეზე არ დავიმტრეო და ზრდილობის ნიშნად პასუხს უგებდა. მდიახ, კარგი შენობა უნდა დადგეს, თუ მოათავეთ, მაგრამ ვგონებ მანამდე სახურავის გამოცვლაც დაგჭირდებათ. რამდენადაც ზაფხულობით სასიამოვნო იყო ღამის სიგრლის გამო, იმ იატაკ მოგებულს ოთახში მოსვენება, იმდენად კბილებს საკაცკაცე ხდებოდა ზამთარში იქ დგომა. ამის გამო ნათესავები და მეგობრები ყველანი ერიდებოდეთ ავთანდილთან ზამთრობით სტუმრობასა, რადგან იცოდნენ, რომ უბუხრო და შუშა ჩაუსმელ ოთახში გაათევინებდა ღამეს. როცა მამის დანატოვარი ნივთები გაიყვეს, ავთანდილს ერგო ერთი კბილჩამტვრეული ძველი ხმალი, რომელსაც არც დღე, არც ღამე აღარ იშორებდა. მეს მამი ჩემის ხმალი ბედნიერ ხელზეა ნაშოვნი. დიდი აბაშერის თავის ნაქონები ხმალიაო, იტყოდა ავთანდილი გულამაყად. ცხონებულმა მამა ჩემმა ამით ნახევარი საწიუკე მთა შემოჰკოდან. თავი მესამე. საწიუკე მთის მონაწილეთ ერთი ახირებული საქმე სჭირდათ. დილიდან საღამომდის ერთმანეთს გზირად უდგნენ, იტყოდნენ ვინ რას აკეთებდა. ვთქვათ, ერთი ვინმე მეპატრონე მთაში წავიდა სათევზაოდ, მეორე და მესამე უეჭველად მას აედევნებოდა დასაზვერავად. ამავე გვარად მოიქცეოდნენ სხვებიც, თუ რომელიმე მათგანი წავიდოდა მთაში, ან ნაცნობოსთან, ან ვინმე გლეხთან საქმისათვის. ხშირად მოხდებოდა, რომ ერთი მეორეს გაუდარაჯდებოდა გზაზეთ და ესხმებოდა თავზე ნაშოვრის წასართმევად. მოხდებოდა ჩხუბი, ხანჯლების ტრიალი და ზოგჯერ კაცის კვლაც. მაგრამ ყველაზე უფრო მძიმე შეტაკება შემთხვეოდათ საწიოკლებს მნაკოდობაზენ, რადგან ვისაც მეტი ნაკოდობა ჰქონდა, ის მეტ მონაწილეობას და სარგებლობას ჩემობდა. თუნდ მემკვიდრეობითი უფლებით და კანონის ძალით ნაკლები მონაწილეობაც ჰქონდა. მნაკოდობასნ ეძახოდნენ ერთნაირ ძალმომრეობას, რომლითაც ყოველიმე პატრონე დიდისა და მცირის მონაწილეობის მექონი თანასწორად იჩემებდა საუკეთესო მთის ალაგებსა. საწიოკე მთა იყო უდაბური, საცა ადამის წლის ხეები იდგნენ, ხანდახან ისეთ ხესაც შეხვდებოდა კაცი, რომ 3-4 საჟენის სიმსხო ტანი ჰქონდა. ამის გამო თითოეული მათგანი ცდილობდა საყანე ალაგები და გაუკაფავი ახოები დაემისებინა. ამ ანგარიშით რომელიმე მეპატრონე წავიდოდა თავის გლეხიანად, ან შეიძლებოდა გარეშე ბარის კაციც მოეპატიჟებინა. წაიღებდნენ ხელსაწყორკინეულობას და ცულს, ნაჯახს და სხვას. რამდენისამე დღის საგზალს ამოირჩევდნენ რომელსამე ხეობას, მოჰყვებოდნენ და ყოველ უზარმაზარ ხეს და თუნდ წვრილმანი ხეც ყოფილიყო, სულ ერთი იყო, შემოაჭდობდნენ გარშემო ცულით, რომ კანი და ცილა შემოეჭრათ. აი ამ მოქმედებას ეწოდებოდა
შემოკოდვან. ყოველი ხე, რომელსაც გარშემო ქერქი და ცილა ჰქონდა შემოჭრილ, შემოსერილი, უსათუოდ უნდა გამხდარიყო 1 წლის განმავლობაში. შემდეგ ამ გამხმარ ვეება-ხეებს შეუნთებდნენ ცეცხლს და ამ სახით იწვოდა ოხრდებოდა ეს მშვენიერი ტყე, იკარგებოდა ხელგამოუბრუნებლად ამდენი სიმდიდრე. ავთანდილ კვიმატაძე საკვირველი დახელოვნებული იყო სოფლის დარაჯობაში. დილიდან საღამომდე საწიოკე მებატონეების თვალყურის დევნებაში იყო. ვინ რაც განიზრახავდა, ვინსაც წავიდოდა, ვინ ვის დაელაპარაკებოდა, შეუტყობელი არ მოურჩებოდა. მუდამ ტყეში დარბოდა მშიერი მგელივით, ეძებდა მხოლოდ სად რას წააწყდებოდა, ვისთვის რა წაერთმია. მამისეული ხმალი მუდამ გვერდზე ეკიდა და თუ ვინმე შემოკოდდა ტყეს საყანეთ, ისიც იქვე იყო გაჩენილი. როგორც კი მებატონეში დაბრუნდებოდა, ავთანდილი მისვე შემოკოდილს ხეებს ხელმეორედ დაუწყებდა თავის ხმლით შემოსერვას, რომ თვითონაც იმ საყანეში წილი დაედვა, ან სადაოდ გაეხადნა. მისი დამამტკიცებელი საბუთი ყოველ ხეს ზედაჩნდა და კბილჩამტვრეული ხმლის შემონაკერავი. ეს ისეთი საბუთი იყო, რომ აღარავითარი საწინააღმდეგო მოწმობა აღარ გადიოდა, რადგან ხმლის შემონაკრავს ყველა იცნობდა. თავი მეოთხე. საწიოკე სოფლის მებატონეებს ჰქონდათ საკუთარი ძველი ეკლესია წმიდის გიორგისა. ეს იყო ერთი პატარა საყდარი, რომელშიაც 50 კაცი თუ მოთავსდებოდა, მეტი არა. ამ საყდრის კედლები ძველი მხატვრობით იყო აჭრილებული. ჩრდილოეთის მხარეზე იყო მე-14 საუკუნის ერისთავთერის თავი და მისი მეუღლე და ძმები იყვნენ დახატული. მხატვრობა წელზევით კარგად ეტყობოდა, წელქვემოთ კი სურათი წაშლილი იყო მუდამ კედლებზე ხახუნითა. წირვის დროს ამ ალაგს დგებოდნენ საწიოკე სოფლის უფროსი და ღრმად მოხუცებული კაცები, რომელთაც კედელზე მიყუდება ჩვეულებად ჰქონდათ. მხატვრობის მოშლა წელქვემოთ იმათი ბრალი იყო, თუმცა ისინი ამავე დროს ძალიან მოწიწებით შესცქეროდნენ თავიანთ წინაპრების სურათებსა, რომელთაც ამისებდნენ წმიდა გიორგის ეკლესიის აშენებასაცა. იგი იდგა შუაგულ სოფელში მაღლობზე და გარშემო დიდი ბზის ბუჩქნარით იყო შემოვლებული, რომლის შუაგულს ასლოვანი კაკლის ხე იდგა. ამ ალაგებიდან ვერავინ გაბედავდა რისამე წაღებას. წკირის მოტეხაც არავის შეეძლო წმიდა გიორგის შიშითა. კაკალ ქვეშ 4 ადლის სიგრძე და 2 ადლნახევარი ბრტყელი ქვა იდვა. წირვა რომ გამოვიდოდა, საწიოკე მთის მებატონეები ამ კაკალ ქვეშ მოიყრიდნენ თავს და დადგებოდნენ რიგისა და წესისამებრ. დიდ მონაწილეთაგანი პატივცემული მოხუცებულები განიერს ქვაზე ჩამოსხდებოდნენ, დანარჩენები ირგვლივ ჩამორიგდებოდნენ მწვანე მოლზე და იყვნენ სოფლის საქმეების განსჯაში. ბატონებო, აი თქვენთვის მომიხსენიებია, ჩამომეთხოვოს ავთანდილი თვარა, სისხლი დაიღვრება, წარმოსთქვა რიხიანად ერთმა ტანმორჩილმა მოხუცებულმა. რაო, ბაანა? ჰკითხა ქვაზე მჯდომარე მებატონებ, რომელიც იყო მოხდენილი მოყვანილობისა, განიერბეჭებიანი და კაბაქულაჯიანი. წელზე ერტყა ვერცხლის ქამარხანჯალი, ეცვა ქართული განიერი შარვალი, გვერდზე ეხურა ქართული კალმუხური ქუდი და ყელზე ბაღდადი ჰქონდა ჩამოგდებული. წითლად დაბრაწული მსხვილი თვალები პირ მოპარსულ სახეზე ნათლად ამჟღავნებდნენ, რომ ამ მებატონეს ყანწების ტრიალი უნდა ყვარებოდა. ამასთანავე მისი დასივებული კისრის ძარღვები ამტკიცებდნენ, რომ კარგი მომხენი უნდა ყოფილიყო და მაგარი ხმის მეპატრონეცა ქართულ სიმღერებში. როგორ თუ რაო, გუშინ მთაში ავედი ჩემი საახოვეს დასათვალიერებლად, ყოველ ჩემ შემოკოდილს ხეს მისი ხმლის კვალიც ეტყობოდა. აქ თქვენ კრებაში გამომიცხადებია, თუ თავი არ დამანება, ან ის უნდა იყოს, ან მე. მეორედ რომ ვნახო ჩემ ნაკოდობაში, ცოცხალს არ გაუშვებ. ეს გატენილი თოფი თან დამაქვს. გაათავა ბრაზმორეულმა ბაანამ ლაპარაკი. რამდენი ხანია მაგრე გატენილ თოფს ატარებ? ჰკითხა ქულაჯიანმა. ეს 1 წელიწადი ამაგის თოფის ხმა არ გაგვიგონია, წამოიძახა ვიღაცამ. მაშ აქამდე სულ ჩაიჟანგებოდა შეგტყვია წამალი, დაძინა ქულაჯიანმა. ბაანა, ვაი თუ საფალიეზე წამალიც არ მოგიყრია და ჰკითხა ხუმრობით,
ერთმა ახალგაზრდამე ბატონებ, რომელიც მართლა მივიდა ამ დროს, ფალია გადუშალა და გადუპნია წამალი. და კი მართლა, ერთი მარცვალიც არ ყოფილა და სიცილით წამოიძახა ისევ მანვე. მე არაფერი მელაზღანდარება და გაჯავრებით უთხრა ბაანამ. ისევ დააყარა თოფის წამალი საფალიეზე და ფალია შემართა. ნიგუზალიც რომ დაადვა ბაანას თოფს მაინც არ გავარდება, აგდებით უთხრა მესამემ. ხალხში სიცილია. იქ მობრძანდით მთაში, როცა ყანას ვუდგივარ და მაშინ ახავთ თუ არ გავარდება. ხუმრობა იქით იყოს და მართლაც ამ მცირე მონაწილეებმა მთა გაგვიფუჭეს, გადუჭრა სიტყვა დინჯმა მოხუცებულმა, რომელიც ქულაჯანის გვერდით იჯდა ქვაზე და ორივე ხელებით ჯოხზე იყო დაბჯენილი. მაგათ ასე გასინჯე, ჩვენი საკუთარი დროებით ვალდებული გლეხებიც კი გაგვიორგულეს. ერთხელვე გადაჭრილ შეშის ფასსაც აღარ გვაძლევენ, დაუმატა მესამემ და იმ დღეს ავთანდილს ჩემი ნაყმევი გაებრიყვებინა. ეთქვა, შესულელო ბატონის შეშის ფასად თუ მას არ გჯერდება, ჩემთან მოდი, მე 6 მანეთად გაგირიგდებიო, თათუ მისია ჩემიც არისო. ცირემე პატრონების წყალობით დღეს ნაყმები თითქმის აღარ გვემორჩილებიან. ისინი ბევრნი არიან, ჩვენ დიდი მონაწილეები კი ცოტანი ვართ. ისინი მუდამ მთაში ყრიან, ვისაც შეისწრებენ, ყველას აღგლეჯენ, ჩვენ კაცებსაც აწიოკებენ. ეგ ყველა ავთანდილის ბრალია, დაუმატა რამდენმა ხმამ. და ის არის ყველა უქუდოებისა და ხელმოკლე მონაწილეების მოთავე. ჰეი, უკაცრავად გახლავართ და წამოყო თავი ბარე 10-ოდე მონაწილემა. ვინ გიშლით თქვენი არეთ ტყეში, თქვენც ისარგებლეთ. ვინც ხელსა და ფეხს გაანძრევს საერთო მთაში, სარგებლობაც იმისი უნდა იყოს. დიახ, როგორ არა, და დაიყირა ქულაჯიანმა და მამა პაპეუს თქვენ გაგატანთ. იქ მობრძანდით სასამართლოში და დაგველაპარაკეთ, კანონია ჩვენი მონაწილეობის გამრჩევი. აბა, თქვენ მობრძანდით და ჩვენი ნაკოდობა წაგვართვით. რაც ტყე გაგვიკაფავს და ყანებად გადაგვიქცევია, იმას ვერავინ შეეხება. რამდენიც შეგხვდეთ მონაწილეობისამებრ, იმდენი გაკაფეთ. მეც ვინ დაგანებებთ, უპასუხა ქულაჯიანმა. ჩვენ რა ვიცით, სად თავდება ერთის მონაწილეობა და სად მეორისა. თა ხომ საერთოა, ვისაც გული და მაჯა ერჩის, რამდენიც უნდა ისარგებლოს. ეგრე რომ იყოს, მაშ მთელი მთა ავთანდილ კვიმატაძეს წაუღია და ის არის. ერთი ხეც არ არის მთაში, რომ ავთანდილ კვიმატაძის კბილჩამტვრეული ხმალი არ მოხვედროდეს. ამ კაცის სახელის გაგონებაზე ყველანი შედგნენ. თითქოს მოპირდაპირენი შერიგდნენ. ერთმანეთში დავა შესწყვიტეს და მოჰყვნენ ავთანდილის საყვედურს. იმ დღეს ავთანდილმა ჩემი შეყვანილი გლეხი გამიცარცვა, თქვა ერთმა. საწიოკე მთის ხევზე რომ წისქვილებია, წასულა იქ ავთანდილი და საერთო მინდი აუღია მიწისქვილეებისაგან, განაცხადა მეორემ. შარშან ჩვენ შეყვანილ მეცხვარეებს რომ მატყლი მოსტაცა ის არ იყო, საქმე სასამართლოშია, მეცხვარეები გაძარცვას უჩივიან, გაიხსენა მესამე. გუშინ წინ მთაში ჩემ გლეხს მიხტომოდა და სადილი მოეთხოვა. მამაკაცები შინარყოფილიყვნენ, დედაკაც გამოეტანათ ხელად ხონჩა. კარგი ცხელცხელი მჭადები, ყველი და ღვინო. ავთანდილს მადლობის მაგიერად წიხლი ეკრა სავსე სუფრისათვის და გადაეყარა. მრატომ შემწვარი ქათამი არ მომართვიო. დედაკაც თავზარი დასცემოდა, ბოდიში მოეთხოვა. მუკაცრავად, ჩემო ბატონო, ასე უცებ ვერ მოვასწარით, თუ მოგვითმენთ, იმასაც მოგართმევთო. ერთი სიტყვით, საღამომდის სუფრა აღარ აეღო, ერთი დიდი დოქი ღვინო დაელია, ჩაბრუჟებულიყო და წამოსულიყო. აბა ჰკითხეთ, რა ნება ჰქონდა, რომ ჩემი ნაყმევის ოჯახში ასეთი ძალა მიიტანა. მე ის აღარ მემსახურება, აწ ავთანდილს გაიხდის ბატონად, თქვა მეხუთემ. სუფ ფიქრობდა ვერ მომიხერხებია, როგორ გადავარჩიო ჩემ გლეხებში წანწალს. სასამართლოში ბევრიც რომ ვეცადოთ, მაინც ვერას მოვუხერხებთ. თქვენს რამდენმა მე. იქ ცალმხრივ სამსონ ჯიბიაშვილი ამოუდგება გვერდით, მეორე მხრით ორი ცრუ მოწამე მამუკა და შიუკა. გინდა ხატზეთ დაუფიცნიათ იმათ, გინდა ჯოხზე. როგორც სამსონი დაარიგებს, ისინიც მისთანა ჩვენებას მისცემენ მოსამართლეს. გაჩერდეს ის სამსონი ატუკანტი, ის მაჩვი, ის ხარაბუა, ის რაჭველების გუდა. თვარა მის ატუკანტობას მისსავე ტყავში გამოვახვევ, 4-ში ამოვიღებ და ისე ჩავაბარებ თავის პატრონს. მე ვიცი, ავთანდილსაც წინ გავუწყოლებ, თქვა ერთმა შავწვერამე ბატონემ, რომელიც ხატის შერისხულსავით აფეთქებდა თვალებს. სამსონმა და ავთანდილმა ჩემ გლეხს 9 თუმანი გადახტევინებს,
ამას წინა ტყის მოჭრის ფასი, თქვა მეორე მებატონემ. რამე უნდა მოვუხერხოთ მაგათ. ჩვენი საქმის ამრემდამრევი სულეგორი კაცია, ერთხმად წარმოსთქვეს ყველამ. თავი მეხუთე. ამ დროს ერთმა ვიღაცამ წამოიძახა. მოდის. ყველამ ერთად ხმა გაკმინდეს და დაიწყეს ცქერა დასავლეთისაკენ. მოშორებით დიდხევის ხიდზე გამოდიოდა 3 კაცი, რომელიც წინ მოდიოდა, ის იყო პირხმელი, ჭაღარა კაცი. მას ეცვა რუხი ჩოხა. უკან მოსდევდა 2 ახალგაზრდა, ახლა დამწვანებულ წვერ ულვაშიანები. აბა, არ გაგიწყრეს ღმერთი, ის წირვაზე არ წამოსულიყოს. იცის რომ იმაზე გვექნება ლაპარაკი და უნდა დაგზვეროს, თქვა ერთმა. წირვალოცვის მადლი გაუწყრა მაგას, გონი 1 წელიწადიც არის წირვალოცვა არ მოусმენია, დაატანა მეორემ. ეს 5 წელია იქ აღარ ზიარებულა ჩვენ საყდარში, თქვა მესამემ. ქუდი რომ შეუგდო საყდარში, მის გამოსატანადაც ვერ შეიტყუებს შიქ, ხატების ეშინია. ეშმაკის ფირცხალს ღვთის ტაძარში რა უნდა? თქვა დინჯად ჯოხზე დავჯნილმა მოხუცმა. ნამდვილი რუხი მგელივით მოწანწალობს, შენიშნა ქულაჯიანმა. ყველამ გაიცინა. მართლაც ამ კაცის სახე რაღაც დაუნდობლობას და თვალთმაქცობას გამოხატავდა. პეწია, ჭროღა მისი თვალები ვერცხლის წყალივით დაუხტოდნენ თვალის უპეებში. მოგრძო პირხმელის სახე მისი მგელსავით წამწვეტებული ცხვირით იყო დამშვენებული. ჭაღარა თმა და წვერი, ძალიან შემოჭერილი ქამარი მიმხმარს მუცელს კიდევ უფრო აკრავდა ფერდებზე. ის მიდიოდა სწრაფად ფეხაკრეფით, თითქოს საშოვარს რას მეეპარებაო. ნამდვილი რუხი მგელია, თქვა ბაანამ. ის შვილებით რომ გლისლეკვებს გვანან, დიდება შენ და ღმერთო, დაიწერა პირჯვარი ჯოხიანმა მოხუცებულმა. სულ ტყეში ყრიან მამასთან თითქოს მგელი ლეკვებს ნადირობას აჩვევდესო. იმ დღეს მაგათ ოსისთვის თიკანი წაერთმიათ და შეეჭამათ. პატრონს მხოლოდ თავფეხი მიუყარეს, თქვა ბაანამ. მრუხი მგელინ, ზედ გამოჭრილი სახელია ავთანდილისა, თქვა ქულაჯიანმა. ნეტაი ვიცოდე პირველად ვინ დაარქვა მაგას ეს სახელი. ოსებმა დაარქვეს, წამოიძახა ერთმა. არ შეიძლება რომ მაგას სახარატო ჩარხი დაემალოს. საცა უნდა მიმართონ, გინდ უდაბურ ტყეშიაცა, რომ არ ეგონოს ისე წაადგება თავზე და დასჭყივლებს. მათ შეკუჯო ოსო. ეგრე ამბავია რომ ჩარხი მოგიმართავს წყალზე უჩემოთ. თაბახებსა და ჯამებს თლი და ჩემთვის კი აქამდე არ შეგიტყობინებია. მოიტა ხელად 5-ზე 1. ისე არ წავა ტყეში ოსებისაკენ რომ 20 და 30 თაბახი არ ჩამოიტანოს. მაგის სახელით ოსის დედაკაცები ბალღებს აჩუმებენ. გაჩუმდით რომ რუხი მგელი მოვა და წაგიყვანსო. ამ დროს ავთანდილიც მოვიდა თავის შვილებიანად. ბატონებს გაუმარჯოთ, შეგეწიოთ წირვის მადლი. მებატონეების რდილობის ნიშნად ფეხზე წამოდგნენ და მიესალმენ. ნუ ირჯებით ბატონებო დაბრძანდით. ყველანი დასხდნენ, ავთანდილიც დაჯდა. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. სად ბრძანდებოდით ავთანდილ? გამოელაპარაკა დარბაისლურად ქულაჯიანი. არსად ბატონო სამსონ ჯიბიაშვილთან გახდით. ორშაბათ სასამართლოში საქმე მაქვს დანიშნული. ვთხოვე დაეცვა ჩემი საქმე. ავთანდილ სასამართლოში საქმეს რა გამოულევს, შენიშნა ბაანამ. ნეტავი დამაყენებდნენ, თვარა სასამართლოს კარებს თვალითაც არ დავინახავ. ყველა მე მემტერება, უსამართლოდ მდევნიან, მეტი რაღონე მაქვს, უნდა ვიწანწალო თავის დასაფარავად. ნეტა შენ არავის ემტერებოდე თვარა და შენ ვინ გაგიბედავს დამდურებას. უპასუხა ბაანამ და შემართა ჩახმახი თითქოს საომრად ემზადებაო. არა ჩემო ბაანა, მე ყველას ფეხქვეშ ვეგები, მაგრამ არავინ გამიტანა, ყველა მემძალადობს. ზოგიერთმა ამ სიტყვაზე ჩუმჩუმად დაიწყო სიცილი. შეკაიკაცო, იმ ჩემ შემოკოდილს რომ მივარდნილ ხარ, სხვაგან ვერ იშოვე? ჰკითხა ბაანამ. ჩემ ნაკოც ყველა იცნობს, ჩემო ბაანა, ჩემ კბილ ჩამტვრეული ხმლის შემონაკრავს ვინ არ იცნობს. დიახ ვიცანი და იმიტომაც მოგახსენებ. თუ ჩემი ხმლის შემონაკრავ იცანი, ჩემი ნაკოდი ყოფილა და შენ, ჩემო ბაანა, ძალიან დაგიშავებია თუ ჩემ შემდეგ მოჰყევი ჩემი ადგილის შემოკოდვას. ამ წმიდის გიორგის ხატზე შემოგვიცავ პირველად თუ მე არ შემომეკოდოს ის ალაგი, მაგას ჩემო ბაანა სამართალი გაარჩევს. არა ჩემო ავთანდილ, სულ სამსონი ვერ დაგიფარავს. დღეს შენ და სამსონის წყალობით სამართალი ვეღარ ჭრის სამართალს,
სულ უსამართლო მხრისკენ იწევს სასწორი. მე და შენზე უფრო იმათ ესმით, ჩემო ბაანა, ჩვენ იმათ სამართალს ვერ გავუსწორებთ. ამ საზოგადოების წინაშე გთხოვ, ავთანდილ, დამიხსენი, ნუ გადამკიდები ხარ, ჩემ ნაკოც თავი დაანებე თუ არა სისხლი დაიღვრება. თუ დაიღვრება, ისევ შენკენ დაიღვრება, ჩემო ბაანა. როგორ თუ ჩემკენ, წამოვარდა ბაანა და თოფი მოიმარჯვა. ხალხი ავარდა ზეზე და შემოეხვია ბაანას. მომეცალეთ ერთი დამანახვეთ გრუხი მგელი, ბარემც ჩავაძაღლო და მოვასვენო ქვეყანა მაგისტაციობისაგან. ქულაჯიანმა უტაცა ხელი დამიზნებულ თოფსა და შესწახა. ბაანა, რა შენი საკადრისია მაგნაირი გაფიცხება? ავთანდილი უცბად მოშორდა იმ ადგილს, გადგაწრეს გარეთ და იქიდან დაიყვირა. აი ბატონებო, ხომ ხედავდით ბაანა მოკლას მიპირებდა თოფით. თქვენ ყველანი მოწმეთ უნდა იყოთ. შვილებო, წამოდით, გამოეცალეთ მაგ ავაზაკს. დაუძახა ვაჟებს და ფეხმარდად გაჰქუსლა შინისაკენ, ისინი უკან გაჰყვნენ. დამაცა შერუხო მგელო, თუ კაცი ვყოფილ ვარ, ჩაგაძაღლებ შენცა და ამ შენ სამსონსაც, მიაძახა ბაანა. ხალხი ამშვიდებდა გაფიცხებულ ბაანას. ზოგი ასე ამბობდა, სანამდის ავთანდილს კარგად არ დავზელთ და სისხლს არ წამოვაღებინებთ შიგნეულიდან, მანამდის ეგრუხ მგელობას არ მოიშლისო. ცოტა ხანს იქით ყველანი წავით წამოვიდნენ. დარჩა მარტო გრძელი საჯდომი ქვა, კაკალქვეშ დადუმებული და დაღვრემილი. თითქოს გულში ასე ფიქრობდა, ვაი თუ ამ ცოტა ხანში ვისიმე გულმკერძე დამადვან და დამატენინონო. ამ დროს ხევიდან მოხბერა სიომ და კაკლის შორს გადაწვილი ტოტები ერთ ბაშადში ანძრია. თვითონ კაკალიც დინჯა და აღელდა აბუტბუტდა. თითქოს ღრმა მწუხარებას მიცემოდეს ამ სოფლის დაუდგრომელობაზე და კაცების გაუტანლობაზე. თავი მეექვსე. ბაანა იყო ერთი ხელმოკლე აზნაურთაგანი, რომელსაც ცხენი აღარ ყოლია მას აქეთ, რაც ცოლი შეირთო. ცხენი მოკვდომოდა ქორწილში გალახულობით, მომეტებული ჭიმვა გრეხით და ჭენებით. შემდეგ რაღა იწვრილ შვილი დაეხვია, სადღა ჰქონდა ცხენის ყიდვის თავი. იმ დროს, როცა ბაანას ავთანდილთან ჩხუბი მოხდა, ის 65 წლის მოხუცებული იყო. მაგრამ ჯერ კიდევ ჭარმაგად იყო და მთაში სიარულით მუხლები არ ტკივოდა. 2 კოდა ნახევარ ხორბალს 3 ვერსტის სიშორეზე ამ მოხუცებულობაშიაც ციმციმით მიარბენინებდა. როცა მთაში წავიდოდა, თავის სტამბოლის პირგვალი მუდამ მგლის ტყავის ბუდეში ჰქონდა და მხარზე ეკიდა. ბაანა ისეთი ჩქარი და დაუღალავი ქვეითი იყო, რომ კარგი ნაბიჯის ცხენი ვერ გაასწრებდა. ერთი ხელი საგარეუტანი სამოსი, მაუდის ჩოხა, ყანაოზის ახალუხი და ერთი წყვილი მაღალქუსლებიანი ჩექმები შინ ჰქონდა შენახული. წელიწადში 3ჯერ თუ ჩაიცვამდა, მეტად არა. ისიც მაშინ, როცა დღეობაში წავიდოდა მოყვარესთან, ან სამარიობით, ან საგიორგობით, აგრეთვე აღდგომას და შობას. სხვა დროს კი შინ ნაკეთების შალის ჩოხა ეცვა, ლურჯად შეღებილი ხამის ახალუხი, ხამის პერანგი, შავი ღაზლის პაჭიჭები და თვალებიანი ქალამნები. მისთანა თვალებ ასხმულს ქალამნებს სოფელში ვერავინ შეჰკერავდა. როცა სადღესასწაულოდ გამოეწყობოდა, ის გადიკიდებდა მხარზე თავის ჩექმებს, ტანისამოს ფუთაში გამოიხვევდა და გაემგზავრებოდა წინ დღით მოყვარეში. მასპინძლის სახლს რომ დაუახლოვდებოდა, ჯერ წყაროზე ჩავიდოდა, ხელპირს დაიბანდა. ტანისამოს გამოიცვლიდა, ახალს ჩაიცვამდა. ძველს ისევ ფუთაში გაახვევდა, ულვაშებს გადიკრავდა და გამოწკიპინებული ულვაშებით მიეგებებოდა სახლის პატრონსა. ჩვეულებრივად ბაანა ძალიან მოუწყინარი მუშა იყო თავის ოჯახში. იმას ყავდა 2 კომლი დროებით ვალდებული გლეხი, რომელთაც ძმურად ეპყრობოდა და გლეხებიც არ აკლებდნენ თავიანთ გადასახადს. ამ 2 გლეხით ბაანას თავი მოჰქონდა მეზობლებში და 1000 თუმანისთვისაც არ დაახსნევინებდა თავს. ბაანას არ უყვარდა სასამართლოს კარები და იქ წასვლა სიკვდილივით ეზარებოდა. სხვისი არა უნდოდა რა და არც თავისას გაატანდა მტერს აგრე ახირებულად. ერთ დღეს გავარდა საწიოკე სოფელში ხმა, რომ ბაანას გამომძიებელი იბარებსო. მართლაც უწყება მოსვლოდა. ბაანას ნაცრისფერი დაედოა სახეზე. მისი ოჯახობა ჯავრში ჩავარდა. თვითონ მისთვის დანა რომ ყელში გაეყარა, ცვარი სისხლი არ გამოუვიდოდა. საწიოკე სოფელში დიდი მითქმა-მოთქმა შეიქმნა. ზოგი ამბობდა,
ავთანდილმა სასამართლოს მოსამსახურენი კალმახივით დაალაღაო. ეს კი იყო, რომ ბაანასა და ავთანდილს ჩხუბის შემდეგ მეორე კვირეს მთაში ერთ ხევის წყალში ავთანდილს საპალნე კირი ჩაეყარა და 2 ბათმანი კალმახი ეშოვნა. სად გააქრო, სადა რამდენი კალმახი კაცმა არ იცოდა. ზოგი ამბობდა, ბაანას დაჭერას უპირებენ და საქალაქო საპყრობილეში წაყვანასაო, რადგან სამსონს საჩივარი შეუდგენია მასზე და სამძიმო სისხლის სამართლის კანონის მუხლები უჩვენებიაო. საჩივარში გამოუცხადებია, რომ ბაანა ავთანდილს დღე-დაღამე მოსაკლავად დარაჯობსო და ამის გამო ავთანდილს თავის ოჯახში მისვლაც ვეღარ გაუბედნიაო. შიუკასა და მამუკასთვისაც ჩვენება ჩამოურთმევიათ და იმათაც ფიც ქვეშ უთქვამთ, რომ ბაანა გატენილი თოფით დასდევს ავთანდილს მოსაკლავად. ეს ჩვენი თვალითაც ვნახეთო. როცა ბაანა დაიბარეს, იმ დღეს რამდენიმე მებატონე საწიოკე მთისა დაბარებული იყო მოწმეთ. დამსწრეთ ამ ჩხუბისა, საცა ბაანას ავთანდილზე თოფით მიეწია. მოწმეები საღამოსვე მობრუნდნენ სოფელში, ბაანა კი იქ გაეჩერებინათ. ერთ კვირას შემდეგ საწიოკე სოფელში გავარდა ხმა, რომ ბაანა როგორც მძიმე დამნაშავე საქალაქო სატუსაღოში წაუყვანიათო. მეტად საზარელი იყო ამ ამბის გაგონება. ბაანას ცოლ-შვილმა ისე შეიცხადა, თითქოს ბაანა მოკვდომოდათ. მთელი დღე მისი სახლიდან კივილ-ჟივილი ისმოდა. ცოლი მეტი სიმწარით თავს არ ახუნებდა კედელზე და მოსთქვამდა: ვაი, ჩემს ბედისწერას, როგორ ერთ დღეს გამიცუდდა ყველაფერი. ოჯახი საძირკველი გამომაცალეს და ოჯახი თავზე დამანგრიეს. მე რომ ჩემი უბედური ქმრის ამბავი ვიცი, სანამდის ქალაქის სატუსაღოში მიიყვანდნენ, მანამდის გაუსკდება ჩიტსავით გული. ის იქიდან ცოცხალი აღარ დაბრუნდება, ისე მცნუმისულა ავთანდილი ცოცხალი თავის ოჯახში. საწიოკე სოფლის მცხოვრებლები მეტად აშფოთა ასეთმა უსამართლობამ. ვისაც ავთანდილის გულის ჯავრი სჭირდა, იმისმა გაიძვერობამ კიდევ უფრო გააფიცხა ისინი. ბაანას ყავდა 19 წლის ვაჟი და 2 ქალ-ვაჟი ჩვილი-წლოვანებისა. უფროსი ვაჟი ოჯახის მოვალეობაში გამოუცდელი იყო. ის ახლა სულ მარტოხელა დარჩა და თავისი წვრილი და ძმა მოხუცებულ დედიანად თავზე დააწვა სარჩენად. საწიოკე სოფელში რამდენიმე ახალგაზრდა შეითქვა, რომ ავთანდილისათვის უსათუოდ ამის სამაგიერო გადაეხადნათ. ისინი უწინც უპირებდნენ მობრეგას. მაგრამ ახლა, როცა თვალით ნახეს ბაანას ოჯახის უბედურება, ავთანდილზე ბრაზი იმ ახალგაზრდებს გაუორკეცდათ და ამას იქით დაუწყეს ავთანდილს მთაში დარაჯი. ბაანას დიდი ხანი აღარ უცოცხლია საპყრობილეში. მთის წმინდა ჰაერში დაბერებული მისი აგებულობა ერთბაშად მოსხლტა მძიმე და მყრალ სატუსაღოს ჰაერში. ოჯახის მოცილების მწუხარებამ კიდევ უარესი დამართა. გალიაში ჩამწყდეულს ბაანას მთის ნადირსავით გული გაუსკდა. 2 კვირაც არ გასულა მას აქეთ, რაც საპყრობილეში შეაგდეს და საოფლე დამართოდა. ბაანამ საავადმყოფოში დალია ვაგლახის სული. იმის სიკვდილის ხმამ მალე მიაწია საწიოკე სოფლამდის და ყველანი შეაწუხა. ბაანას ცოლს, უმისოთაც მეტად შეწუხებულს, აღარ ეჭირვებოდა ახალი უბედურების გაგონება. ყველანი უმალავდნენ ამ ამბავს მის სახლობას, მხოლოდ ამის შემდეგ ამის მეზობლები ძალიან გულმობიერად ექცეოდნენ ობლებს. საკუთარი გლეხები მანიც 1-2 გაუერთგულდნენ. ბაანას უფროსმა ვაჟმა ამასობაში ხელი წამოიწყო და კარგი ცხენი იყიდა. და-ძმა კარგად დამოსა და სოფლის სკოლაში გააგზავნა სასწავლებლად. დედამის თანდათან ეძლეოდა შვილის იმედი, ცოტა არ იყოს გულიც დაუმშვიდდა და შეურიგდა თავის მდგომარეობას. თავი მეშვიდე. ერთ დღეს სამსონ ჯიბიაშვილმა იხმო ავთანდილი და უთხრა: მოდი ერთი მთაში წავიდეთ სათევზაოთონ. ავთანდილი დიდი სიამოვნებით დაეთანხმა და საჩქაროდ მოახდინა განკარგულება. იმას უნდოდა სამსონისათვის კარგი დრო გაეტარებინა. როგორც დაბრუნდა შინ, იხმო თავისი შიუკა გლეხი, რომელიც თევზაობაში განთქმული იყო. მოამზადეს სასროლი ბადე, დააცხობინა ავთანდილმა შინ ჩინებული შოთები, ნაზუქები, მოახარშვინა დედლები და გაგზავნა შიუკა სამსონისთან, რომ კვირა საღამოს მიიყვანა იგი ავთანდილის ოჯახში. მერე იქიდან ერთად გამგზავრებულიყვნენ მთაში.
მზე ერთ ცულის ტარზე იდგა დასავლეთით, როცა სამსონ ჯიბიაშვილმა თავისი ლურჯა შეაქროლა საწიოკეს ხეობაში. უკან მოსდევდა ძუნძულით ფეხდაფეხ შიუკა, რომელსაც თავის ასროლი ბადეზურგზე გადაეგდო და ჩოხის კალთები აეკეცნა. კალთაში ეწყო რამდენიმე ახლად გამომცხვარი მჭადი და 2 კბილი ყველი. სამსონ ჩამოხდა ავთანდილის ოჯახში ჩაის დასალევად. მასპინძლის ეზოში მწვანე კოლინდარი მუხლამდის იდგა. შუაგულ აიმართებოდა ერთი დიდი კაკალი და ქვეშ ფიცრის ტახტი იყო გამართული. მასპინძლის შვილებმა ცხენი ჩამოართვეს და კაკალ ქვეშ მიიპატიჟეს პატივცემული ვექილი. ავთანდილ, აბა სუფრა გამოატანინე, კაკალ ქვეშ დავლიოთ ჩაი. ამ შენს ეზოში ყოფნას არა სჯობიარა. ბატონი ბრძანდებით, შენი ნახვა ეღირსა ჩემს ოჯახს და მერე რა იქნება ისეთი რომ არ მოვახერხო. უთხრა ავთანდილმა მხიარულად და თან განიერხის სუფრას მოარბენინებდა. ავთანდილ, არ დაგვიგვიანდეს, მალე მოახერხე ჩაი. რას მიბრძანებთ? განამე კი არ მინდა, მაგრამ რაც სიგრილით წავალთ, ის გვირჩევნია. ახლა ღამით მოგზაურობას მთაში არა სჯობია რა. ცამო კაშკაშებული იქნება, მთვარე ღამეში ისე ანათებს როგორც დღე. ჩვენ უნდა ვინადიროთ ჟინჟილებით. ბადეს ხან მე ვისვრი, ხან შიუკა. კალმახი ღამით უფრო ხვდება ბადეს. ჟინჟილებს რომ ავანთებთ, თევზი მაშინვე სინათლეს მიაშურებს და თითო ბადის სროლაში 4-5 კალმახი შეიძლება ამოვიყვანოთ. აბა შენიცი ჩემო ავთანდილ, როგორ დროს გამატარებინებ? შიუკა, მიუბრუნდა გლეხს მასპინძელი. შენ დროს ნუ არ კარგავ, გასწი ახლავე შენი ბადით და ქურდის ხეობაში მოგვიცადე. საცა დიდი ცაცხვი დგას, იმის მახლობლად რომ ერთი მორევია ხომ გინახავს? როგორ არა ბატონო, იქ ძალიან ბევრი კალმახი იცის, თუ რომ ვისმე არ უნდა დირნია ამ ცოტა ხანში. არა, მე განზრახ შევანახვინე ის მორევი ჩემ ვაჟებს, ერთი თვე მეტია რაც შიგარავინ ყოფილა. რა კი ეგრეა, სწორედ კარგი სათევზაო იქნება ბატონო. იქ რომ მიხვალ, ერთი პატარა კარავი დადგი ხელად. ეს პაწია ქვაბიც თან წაიღე, თევზის მოსახარშავად დაგვჭირდება. ოჰ, რა კარგად მოიფიქრე შეწყევლო. ხელად რომ ცოცხალ კალმახებს ჩავყრით ქვაბში და უცბად მოვხარშავთ, იმის ჭამას არა ჯობიარა. ყოველიფერი რიგზეთ იცი ავთანდილ, იმიტომაც მიყვარხარ კიდეც. მაგისთვის დაგიჩაგრე მტრები. შეიტყე ავთანდილ ბანა რომ მომკვდარა. მის მეტი ნურა მომკვდო მიარა, შენი ჭირი წაუღია, ძაღლი იყო და ძაღსავით გადაათრევდნენ. ავიცახარ ჩემო ავთანდილ და კარგიცა. შენ თუ ცოცხალი მეყოლე მეტი რა მიჭირს, ამ საწიოკე მთას ხელში დაგაჭერინებ, ოღონდ ის აღსრულებითი ფურცლები დაატაკე საწიოკელებს. სამოქალაქო ბოქაული ჩაუყენე ყველას, კაპეიკი არავის მოეძევა. ავუწეროთ მთაში მონაწილეობა და გავუყიდოთ. მაგ ძაღლების ჭამას მე და შენ ვჭამოთ არა ჯობია? ოჰ, ჩემო ავთანდილ, ეგრეც იქნება. ამ ლაპარაკში საჯალაბო სახლიდან გამოვიდა დიასახლისი. ავთანდილის მეუღლე თავისი ქალით და მოწიწებით მიესალმა სამსონს. ოჰ, ნათლი დედას ვახლავარ. ნათლული როგორ დამშვენებულა. ისეც კაცს უნდა მივათხოვოთ, რომ ბლამანჟენ და მაროჟნებინ არ გამოულიოს, სულ ხავერდის და ატლასის ბოთინკებში ატაროს. ამ ლაპარაკზე ავთანდილის ქალს თავი ჩაეღუნა და სიამოვნების ღიმილი მოსდიოდა პირის სახეზე. შენი მოწყალება ღმერთმა ნუ მოუშალო შენს ნათლს, ჩემო ბატონო. დედაკაცო, აბა გამოიტანეთ სტაქნები, სამოვარი, ამდენი კი არ გვცალიან, ეგ შენი ქალიც მოიხმარე. შესძახა ავთანდილმა. ქალები ისე უკან გაბრუნდნენ საჩქაროდ საქმეზე. როგორი კარგი ქალი გამხდარა ჩემი ნათლული. ავთანდილ, ერთი შენი ქალი სამოსამართლო ბოქაულს უნდა ვეჩვენოთ. თუ მოეწონა შენი მთის მონაწილეობა უნდა ამზითვო, აქვე ჯამოგესახლება. ნეტა შენი მოწყალებით ეგ კი მოხდებოდეს და საწიოკე მთის მონაწილეობას ძალიან კარგს ვუშოვნი, თქვა ავთანდილმა, რომელიც ამ დროს ჩაის ასხამდა. მზე უკანასკნელი სხივებით ემშვიდობებოდა კაკლის ხეს და მთელი სოფლის ხეობაც ოქროსფრად შეეღება. ამ დროს საწიოკე სოფლის სერზე ზოგიერთ სახლში რაღაც საიდუმლო მოძრაობა იყო. 2 თუ 3 ახალგაზრდა ვაჟი შავ ჩაბალახში გამოხვეული ჩამოდიოდა ძირს და იცქირებოდა. ხან ერთმანეთს დაუახლოვდებოდნენ, თითქოს რაღაც მოლაპარაკება ჰქონებოდათ, ხან ისევ გაშორდებოდნენ ერთმანეთს და თავთავიან სახლში შევიდოდნენ.
ბოლოს, ცოტა რომ მობინდდა და გაბადრული მთვარის შუქმა იმატა, ერთმა მათგანმა ჩამოირბინა სერი და ჩავარდა მოშორებით ხეობაში. ის მიეშურებოდა მთაში, სხვა ორი მისი ამხანაგი კი აღარსად ჩანდა. თავი მერვე. დროა ბარემ წავიდეთ, სამსონ. დააცაკა თუ არა ჩაის სტაქანი, წამოდგა ავთანდილი. მეც მზად ვართ, შესძახა სამსონმა. შვილო გამომიყვანე ცხენები, დაუძახა ავთანდილმა უფროს ვაშს. სამსონი გამოეთხოვა დიასახლის, გაჰკოცნა ნათლული და შეჯდა თავის ლურჯაზე. ავთანდილი ჩამორჩა უკან და შვილს დაუძახა, ხვალ კარგი სადილი დაეხვედრებიათ იმათთვის და მეზობლებიც მოეპატიჟებინა. მერე შეჯდა ცხენზე, ხურჯინი და ბადე უკან შემოიკრა და გააჭენა ცხენი. ავთანდილი ძალიან თადარიგიანი კაცი იყო მგზავრობაში. საგზალს გარდა იმას არც სტაქანი, არც მარილი და არც დანა არ დავიწყებია. ცალ ხურჯინის თვალში რომ პური და ხორცეულობა მოექცია, მეორე თვალში ერთი ტიკჭორა ღვინო ჩაედო. ისინი გაკვრით მიდიოდნენ დიდხევის პირად რიყიან ქვიან გზაზე. ბუნება დამყუდრებული იყო. ოდნავ სიოც არ ჰქროდა, მხოლოდ დიდხევის შხუვილს მოეცვა იქაურობა. ჭალა თანდათან ვიწროვდებოდა, შავი მთის ქედები ბუმბერაზივით იყვნენ დიდხევის პირად გამწკრივებული. მთვარე ზევიდან დაქათქათებდა ამ დიდებულ ბუნებას. ცხენების ფეხის ხმა ხევის შხულს ისე რიგად შესწყობოდა, თითქოს ჭიანურზე დოლს აყოლებენო. სამსონი და ავთანდილი ხმაგაკმენდილები ყურს უგდებდნენ ხევის შხუილსა. მთები ბოხი-ხმით ბანს აძლევდა და ცხენთა ფეხების ბაქაბუკი სასიამოვნო საკრავების ხმით მოისმოდა. ბუნების ღრმა საიდუმლოება ამ თავისებური მუსიკის ყვრაში გამოიხატებოდა. ჩვენს ორ მგზავრს ღრმა ფიქრით დასწოლოდა თავზე. ვერც ერთი, ვერც მეორე ვერ ბედავდა ამ დროს ერთმანეთის ხმის გაცემას, რომ არ დაერღვიათ საშიში ბუნების დუმილი. მთვარის შუქზე კლდის ნამზვლევები ათასნაირი მოჩვენების სურათებად ეხატებოდა თვალწინ ავთანდილს. იმას წარმოუდგა ბანას აჩრდილი, რომლის სიკვდილი ახირებული გულცივობით განუცხადა სამსონმა წამოსვლის წინათ. მაშინ ყურადღებაც არ მიუქცევია და ახლა რაღა დაემართა. ამ მთებითა და ტყით დაბურულ ხეობაში რომ მიდიოდა ღამით, უცბად გაუცოცხლდა დატანჯული ბანას პირხმელი სურათი თვალწინ. ის წყალდაწყალ ხტებოდა ქვიდან ქვაზე, ხელში თოფი ეჭირა და დიდება შენთვის ღმერთო, სულ ავთანდილს უმიზნებდა. ავთანდილი ცდილობდა არ მოეხედნა წყლისაკენ და ვერც მოეხერხებინა. ეს რა ამბავია? აკანკალებული ხმით უთხრა მან სამსონს, რომ ხევის წყალში დიდრონი ქვები კაცის სურათებად გვეჩვენება. როგორ ავთანდილ, ღამით ხომ არ გეშინია? ჰკითხა ხუმრობით სამსონმა. ჩემს დღეში ეს არ დამმართნია. ისეთი ბურუსიანი ღამეები მახსოვს ამ მთაში, რომ თვალთან თითი ვერ მიმიტანია. ბევრჯერ ნადირიც შემფეთებია წინ, მაგრამ ჩემი გული არ შედრეკილა. როგორც კი შორიდან შემნიშნავდი ორ ბრიალა წერტილს, ღამე ნადირის თვალები ცეცხლივით აანთებს და მაშინვე გავკრავდი ტალკვესა და ისიც გზას მიტევდა. ბევრჯერ თოფიც დამიყოლიებია ზედ. ახლა კი ამ წუთას არ ვიცი რა მემართება. ყოველ ფეხის გადადგმაზე ხევში ქაჯები მეჩვენებიან. ჩემი გული ფოთოლივით თრთის. ჰეი, ჩემო ავთანდილ, მოხუცებულ ხარ? შიში შეკპარვია გულში, თორემ იმ წყალში ლოდების მეტი არ აყრიარა. ხანდახან ტოტებიანი ხეების კუნძებიც გვხვდება. განა ვერ შეამჩნიე, რომ მათი ტოტების ჩრდილი ბევრნაირ სურათებად გვეხატება თვალწინ მთვარის შუქზე. ვაიმე, სამსონ, სამსონ, მიშველე, დაიყვირა ამ დროს ავთანდილმა და თავი ძირს დაიღო. რა იყო, კაცო? ფუშენს ვაშკაცობას, ზარნაშომ როგორ შეგაშინა ეგრე? ის არ იყო, რომ ამ წუთას თავზე გადაგვიარა? ეგ ღამის ფრინველია, თრითინებს იჭერს და იმით ირჩენს თავსა. სწორედ ცუც ფეხზე წამოვედით, ჩვენ ამ აღამ კარგი არა მოგვივარა, ბატონო, წამოიკვნეს ავთანდილმა. ცხონებული მამიჩემისაგან მაქვს გაგონილი, რომ ღამით ზარნაშოს თავზე გადაფრენა უბედურებას მოასწავებსო. დაუჯერე შენ სოფლის ჭორებს. როგორ ვერ გაგწურთნე, ჩემო ავთანდილ, ამდენი ხანი? მაგისთან ამბები სულ სოფლის მკითხავების მოგონილია, რომ ხალხი შეაშინონ და ფული გამოსტყუონ. სამსონი რა კი დარწმუნდა, რომ ავთანდილი შეშინდა, მოჰყვა სხვადასხვა ამბებს მის გასართობად. ხან ბაიათებს იმღეროდა,
ხან რამდენიმე მოტივიცი გალობა თბილისის თეატრში გაგონილი ოპერებიდან. იარეს ასე ერთხანს, სანამ ბოლოს ცეცხლი არ დაინახეს. ავთანდილმა ცოტა არ იყოს გული გაიმაგრა და წამოიძახა. ძლივს არ მივედით? უკივლა კიდეც შიუკას, იმანაც ხმა მოაწვდინა და ამ გარემოებამ ავთანდილი კიდევ უფრო გაამხნევა. მე კიდეც მომშივდა, თქვა სამსონმა. ისეთი მსუქანი დედლები წამოვიღე, რომ უკეთესი არ იქნება. მასთან ერთი ტიკჭორას საფერიც ღვინოცაა. ცოტა სიგრილემაც დაჰკრა, ვახშამიც ძალიან გვეამება. ასე მიუალერსა ავთანდილმა სამსონს. ჰათ შელაჩარო, ახლა გამხიარულდი? წეღანან კი ქაჯები გელანდებოდენ? ამ ლაპარაკში მივიდნენ კიდეც კაკალ ქვეშ, სადაც შიუკას პაწია კარავი გაეკეთებინა ნედლი ხისტოტებისაგან და წინ ჩინებული ცეცხლი დაენთო. შიუკა ცხენი ჩამოართვი სამსონს, შესძახა ავთანდილმა. ისინი ჩამოხდნენ ცხენიდან და დასხდნენ ცეცხლის პირას. კარგად რომ დაისვენეს, მერე ავთანდილმა მიითრია სავსე ხურჯინი, ამოალაგა რგულად მოხარშული ორი დედალი, რომელშიაც მარილი გამოეხვია. შიუკამ ცხენების აბალახოდ გარეკა იქვე, მოტეხა ნოშოიანი ტოტები, სუფრად დააფინა ბალახზე და ზედ საჭმელი დაალაგა. ავთანდილმა მოხსნა თითი ტიკჭორსა და ჩამოასხა წითელი საფერის ღვინოს სტაკანში. ასე გემრიელად ჯერ ვახშამი არ მიჭამია, წამოიძახა სამსონმა. ამისთანა ღვინო საწიოკეში ჩემს მეც არავის აქვს, ძალიან კარგი ღვინო დამიდგა წელსა ბატონო სამსონ. მართლაც რომ კარგი შუშხუნა ღვინოა, წამოიძახა სამსონმა და გადაუსვა სამსე სტაკანი. სამნივე მადიანად შეექცნენ ვახშამს. გაახშირეს ადგგრძელოები და ღვინით სავსე ჭიქა გადადიოდა ერთი ხელიდან მეორე ხელში. გზავრებს ღვინო კარგად გაუჯდათ ტანში, შეხურდნენ და კიდეც შეზარხოშდნენ. თავი მეცხრე. აწკი დროა კალმახების ჭერას შევუდგეთ, თქვა ავთანდილმა. შენიცი ავთანდილ, როგორ სეირს მიჩვენებ? შიუკა, დაუძახა ავთანდილმა. ჟინჟღილები ხომ კარგები დაამზადე? 8 ჟინჟღილი ისეთი მაქვს, შენ ნუ მოუკვდები ჩემს თავს, რომ თითო 3-3 ადლია და დღესავით გაანათებს მთელს მორევს. მთვარეც ჩავიდა, დილის რიჟრაჟი შორს აღარ უნდა იყვეს. ცეცხლი მინელე შიუკა და ჟინჟღილი აანთე. მე ხვირჯინში ჩავდებ ჭურჭელს, ფეხს გავიძრობ. შენ მხოლოდ ჟინჟღილი მომინათე ხოლმე, რა კი მთვარე ჩავიდა და ცეცხლიც ჩაქრა, ჟინჟღილი უფრო გაანათებს მორევს. კალმახით სინათლეზე დაიწყებს დენას. ღმერთმა ნუქნას, თითო ბადისროლაზე 5-6 ცოცხალი კალმახი თუ არ ამოვიყვანე. ჰაი, შენი ღმერთის ჭირიმე ავთანდილ, მეც უნდა გიყურო, როცა ბადეში კალმახის ფართხალს ავნახავ. მიამება. თქვენ ბატონო, აი აგერ კიდეზე დაბრძანდით. მე კალმახებს გადმოგისვრით და არ გაუშვათ. საშინელი ეშმაკი ახალი დაჭერილი კალმახი, ერთ საჟენზე ახტება და ისევ წყალში ჩავარდება თუ მარჯვეთ არ იყავით. ცოტა ხანს იქით შიუკას გრძელი ანთებული ჟინჟღილი ეჭირა და ზედ შუაგულ მორევზე ჰქონდა გაჩერებული. ბატონო, გამოდის კალმახი, ერთი როგორი დიდი კალმახი დაიზლაზნება, წამოიძახა შიუკამ, რომელიც ჟინჟღილით წყალში იცქირებოდა. ავთანდილმა გაშალა ბადე, დაიწერა პირჯვარი და ნელა თითქოს ეპარებაო ისე შევიდა წყალში. სამსონ წყლის ნაპირზე იჯდა, წყალში ჩასცქეროდა, უნდოდა მცურავი კალმახი დაენახა. ავთანდილმა ისროლა ბადე და მთელს მორევს გადააფარა. ბადეს ღართანით დაიშვა წყალში. ცოტა ხანს შემდეგ მეთევზე მოშუპა ბადე და ორი კალმახი თითო მტკავალ ნახევარის სიგრძე ამოისროლა იქითკენ, საითაც სამსონი იჯდა. ცოცხალი კალმახები ხტოდნენ მინდორზე. სამსონმა სიხარულისაგან ჭყლოპინი დაიწყო, უნდოდა დაიჭირა, თავი ვეღარ შეიმაგრა და ყირამალა წაკოტრიალდა მინდორზე. შენი ღმერთის ჭირიმე, თუმცა დავეცი, მაგრამ მაინც დავიჭირე, მაინც, ჯერ კიდევ ბნელოდა, მაგრამ აღმოსავლეთისაკენ ცა უკვე წითლად შეიღება. ჩაბნელებული ტყე გადანარინჯდა, გადახალისდა, დილის რიჟრაჟი მოტანებული იყო. ამ დროს უეცრად მოხვდა შიუკას ხელზე მსხვილი ქვა და ჟინჟღილი ხელიდან გავარდა. ჩავარდა წყალში და დაიწყო შუშხუნი. ვაიმე ბატონო, წყლის ქაჯები დაგვეცენ, თავს უშველოდ. გააბაგლეხმა ყვირილი და თავდაღმა მოკურცხლა. სამსონმა და ავთანდილმა მიხედვაც ვერ მოახერხა.
ერთი ქვა ბეჭის ფრთაზე დაეცა ავთანდილს და წყალში თავი წაარგვევინა. მეორე ქვა მოხვდა სამსონს მსხვილ კისერში და დათვივით დააწყებინა ღრიალი. ამის შემდეგ რა იყო და რა არა, ვეღარც ერთმა გაიგო, ვეღარც მეორემ. შავად შეფუთვნილნი არსებანი დაესხნენ თავზე ორსავე. ავთანდილი ნაპირზე გამოიტანეს და მოურთეს კეტები. მათ ზურგს, ბეჭებს, მუცელს და კისერს დალაბანდივით გაჰქონდა ბრაგაბრუგი. სცემდნენ ორსავე უწყალოდ და კრნტიც არისმოდა მათგან. ბოლოს ცემით რომ მოიღალენ, ეს ქაჯები შიუკას სიტყვით დაადვეს ყური გალახულებს. უნდოდათ შეეტყოთ, კიდევ სუნთქავდნენ თუ არა. როცა დარწმუნდნენ რომ სამსონ და ავთანდილ თითქოს გრძნობაში აღარ იყვნენ, უცბად მოშორდნენ და გაჰქრნენ დაბორულ ტყეში. თავი მეათე. შვენიერი დილა გათენდა. ავთანდილის ოჯახში დიდი სადილის მზადება იყო. მის ცოლსა და შვილებს მოეპატიჟებინათ მეზობლები. უნდოდათ სამსონისათვის კარგი დრო გაეტარებინათ, გაერთოთ, მოელხინათ, ემღერნათ და ეთამაშებინათ იმ სოფლის ქალვაჟები. საჯალაბო სახლთან იქვე ეზოში დიდი ცეცხლი გიზგიზებდა. ცალი მხრით მსუქანი გოჭი ტრიალებდა შამფურზე, მეორე მხრით რძის ბატკანი. სოფლის სადილობა კარგახანი იყო გადასული. სტუმრები დიდი ხანია მოგროვილიყვნენ ავთანდილის ეზოში. მის ვაჟებს მწვანით შეფოთლილი გრძელი ფანჩატური გაეკეთებინათ და შიგ სუფრა გაეშალათ სტუმრებისათვის. ყველანი მომშეული იყვნენ და აღმოსავლეთისაკენ იცქირებოდნენ. თვალგაფაციცებით ელოდნენ სამსონი და ავთანდილი აი აგერ გამოჩნდებიან და აი აგერო. სტუმრებს იმედი ჰქონდათ რომ აუარება ახალ დაჭერილ კალმახებს მოიტანდნენ და წინ იტკბარუნებდნენ გულსა მისი გემოვნებით. უეცრად მოისმა ხმამაღალი ტირილი. ყველანი განცვიფრებაში მოვიდნენ, შეჯგუფდნენ და ერთად გაექანენ ჭიშკრისაკენ, რადგან ეს გოდების ხმა თანდათან უახლოვდებოდა ავთანდილის სახლს. ბოლოს დაინახეს რომ ძვირფასი სტუმრის მაგიერად მოდიოდნენ ცხენები, რომლებზედაც დაკლული ღორებივით გადაეკიდნათ სამსონი და ავთანდილი. იქით-აქეთ ამოდგომოდნენ გლეხები, რომ ცხენიდან არ გადმოვარდნილიყვნენ. უკან მოსდევდა ტერილით შიუკა და მოსძახოდა. ქაჯებმა, წყლის ქაჯებმა დამიბეგვეს ბატონები, რომ არ გავქცეულიყავი მეც მომკლავდნენ ცემით. ჩემი თვალით ვნახე რომ ქაჯები იყვნენ, ბანჯგვლიანი პირისახე შავი მურივით უჩნდათ, თავზე რქები შევნიშნე. პირველად მე მომარტყეს ქვა და ჟინჟღილი წყალში ჩამაგდებინეს. მაშინვე მოვკურცხლე, ენაპირში აღარ მედვა, ისე მივირბინე შინამდის. ჩემი ძმები გაეშურენ მეზობლებთან, ისინიც თან გავიყოლიეთ. იქნება მივუსწროთო ვამბობდით, მაგრამ რომ მივედით თქვენი მტერი იყოს, რაც ჩვენ სანახავი ვნახეთ. ორივე ასე დალილებული დაბეჟილები ეყარენ მინდორზე და კვნესოდნენ. მოვძებნეთ ამათი ცხენები, შევდევით ზეთ და წამოვიღეთ. ავთანდილის მეუღლემ ისე შეიცხადა ეს ამბავი თითქოს ქმრის ცხედარი მართლაც სახლში სვენებოდეს. დედაშვილის გაპოტნამ და მათმა კივილმა ის მოწვეული სტუმრებიც ააშფოთა. სამსონს მსხვილი კისერი რუმბივით გახდომოდა. მაშინვე აფრინეს კაცი მღვდელთა რომ ზეთი ეკურთხებინათ. ექიმი და გამომძიებელიც მალე მოიყვანეს. ექიმა გასინჯა, თავი გადააქნია, სამსონის მორჩენაზე ეჭვი განაცხადა. ჯიგარი აქვს დაბეჟილიო. ავთანდილს კიდევ უფრო ეტყობოდა გალახულობა. კეტების ცემით ზურგზე, წელზე და მკლავებზე ხორცი ჰქონდა დამსკდარი და სისხლის დიოდა. გამომძიებელი შეუდგა საქმის გამოკვლევას, მაგრამ ვერა ახსნა რა. ბოლოს ავთანდილის ვაჟებმა ბანას უფრო შვილს დააბრალეს ეს საქმე, მაგრამ იმ ორ ოჯახს მტრობა ჰქონდათ ერთმანეთში. საწიოკე სოფლელებს სრულებით არ სჯეროდათ მისი დანიშნულობა. ეს იყო მეტად მშვიდობიანი, უწყინარი და მხოლოდ თავის ოჯახის ერთგული მუშა. მაგრამ ხალხს ვინ დაუჯერებდა? ავთანდილის შვილებმა შიუკას ძალა დაატანეს და გამომძიებელთან ათქმევინეს. ბანას ვაჟი ვიცანი იმ გამლახველებშიო. ამ მიზეზით ბანას ვაჟს ტომსკში ამოაყოფინეს თავი. მისმა მოხუცებულმა დედა მეორე უბედურება ვეღარ გადაიტანა. დარჩნენ პატარა და ძმა, ბანას შვილები უპატრონოთ. მაგიერნად სოფელმა გამოიღო ხელი. მეზობლებმა და ბანას გლეხებმა ითავეს ობლების გამოკვება. ყველანი ეწეოდნენ რაც შეეძლოთ და ბანას პაწია ქალვაჟი ისე დაზარდეს როგორც იმათი ალალ მართალი მამის კაცობა შეეფერებოდა. სამსონ ჯიბიაშვილს დიდხანს აღარ უცოცხლია. მას მოერია სიყვითლე და 6 თვის განმავლობაში მოკვდა.
ავთანდილი თუმცა მორჩა, მაგრამ სისხლის ფურთხება დააწყებინა. ის სახლიდან აღარ გამოდიოდა. მთაში ნადირობდნენ მხოლოდ მისი ვაჟები და ვისაც წაეწევოდნენ, გაუძარცველს არ გაუშვებდნენ. თვითონ რომ იყო, იმაზე კიდევ უფრო ავილეკვები დაზარდა როხმა მგელმა სენი წილიმე. იძახოდნენ დანაღვლიანებული ოსები.